მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ქალის ხმა, მე ლელა ლობჟანიძე ვარ. გადაცემა მზადდება ხმა ქართველი ქალისა ფემინისტური მედიაში და ქართლში პროექტის ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია ქალთა ფონდი, პროექტს ქართული მედია ჯგუფი ახორციელებს. ნინო ჩიფჩიურია ჩვენი გადაცემის სტუმარი, პროექტის ხელმძღვანელი. ნინო, გამარჯობა, საინტერესო არის, რატომ გადაწყვეტეთ ამ პროექტზე მუშაობა და რა სითვალისწინებს, რა აქტივობებს სითვალისწინებს, რომ უთხრათ მაყურებელს. მოგესალმებით, მადლობა, რომ საუბრობთ ამ თემაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენმა მაყურებელმა იცოდეს, რა სითვალისწინებს კონკრეტულად ეს პროექტი. ჩვენ გარკვეულწილად გქონდა ამაზე საუბარი 21 მარტს, როდესაც აღნიშნეთ ქართული ჟურნალისტიკის დღე. ამ დღეს სწორედ პირველი ნომრის პრეზენტაცია გავაკეთეთ გაზეთის ხმა ქართველი ქალისა. ეს არის კატო მიქელაძის დროინდელი ამ გაზეთის ანალოგი, მაგრამ რა თქმა უნდა დღევანდელ რეალობაზე და დღეს სოფლად მცხოვრებ ქალებზე და ასევე ქალთა აქტივობებზე გვინდა დავბეჭდოთ ამ გაზეთში. რაც შეეხება პროექტი გადავწყვეტეთ გაგვეკეთებინა, იმიტომ რომ დღეს მედია, მათ შორის შიდა ქართლშიც არ უთმობს სათანადოდ ყურადღებას ქალთა საკითხებს ისე, როგორც უნდა იყოს რეალურად დათმობილი. გულისხმობ რას, რომ ჩვენ ძირითადად ჟურნალისტები ვაშუქებთ იმ დროს ფაქტებს, როდესაც მოხდება ან ძალადობის შემთხვევები, ან მაგალითად უსიამოვნო ვითარება დაფიქსირდება ქალების მონაწილეობით ოჯახში, საზოგადოებაში და ასე შემდეგ. მაგრამ ძირითადად და ჩვენ ქართულ მედია ჯგუფს ამის გამოცდილებას გქონია, რომ რამდენიმე წლის წინ ჩვენ მქონდა საშუალება დავკვირვებოდით მედიას როგორ აშუქებს ამა თუ იმ საკითხებს ქალებთან დაკავშირებით, აღმოჩნდა, რომ ძირითადად აზრებს ეკითხებიან კაცებს. და ეს გარკვეულწილად ისევ ამყარებს იმ სტერეოტიპებს, რაც არსებობს ქალების მიმართ. მაგალითად, ქალები არიან წარმოჩენილი ხელსაქმით, ქალები როგორც კარგი კულინარები, ქალები როგორც კარგი დედები, დიასახლისები და ასე შემდეგ, მაგრამ ხშირად მედია აზრს ეკითხება პოლიტიკოს კაცებს. იგივე კანონებთან დაკავშირებით, ან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით და ქალები ისევ და ისევ ექცევიან ამ სტერეოტიპული გავლენებისა და ამ ჭრილში არიან წარმოდგენილები. ზუსტად ეს არის ჩვენი მიზანი, რომ მედიას გარკვეული ბიძგი მივცეთ, ადგილობრივ მედიას და მე სხვა რეგიონებმაც მოგვბაძონ ამაში, რომ მარტო ძალადობის დროს არ წარმოაჩინონ ქალები როგორც მსხვერპლები, მხოლოდ იმითი, რომ ქალს შეუძლია რაღაც კარგი რაღაც მოქსოვოს დაკარგოს და ასე შემდეგ, ამითი არ წარმოაჩინონ, ქალებს უნდა მაქსიმალურად შეუწყოთ ხელი, რომ ჩარდნენ ტელეეთერებში და ასევე გაზეთები იქნება ეს თუ სოციალური მედია, როგორც მაგალითად ლიდერები. ზუსტად აი ამას დავუკავშირეთ ეს ჩვენი გაზეთიც და ამ გაზეთში დაიბეჭდება ისეთი ქალების შესახებ ისტორიები, რომლებიც რაღაც ცვლილებას განახორციელებენ და აკეთებენ მნიშვნელოვან საქმეს საკუთარ თემში უკეთესი მომავლისთვის. კი, გაზეთზე უფრო მეტი რომ ვისაუბროთ, რაც შეეხება პირველ ნომერს, როგორ მოხდა მისი გავრცელება და ტირაჟით რომ გითხრათ და ძირითადად რა ინფორმაციები იყო ამ პირველ ნომერში. ეს პირველი ნომერი იყო სატესტო, ასე რომ დავარქვათ, იმიტომ რომ ძირითადად ჩვენ ქართული მედია ჯგუფის ჟურნალისტები წერდით, რას ვაკეთებდით მედია ჯგუფი ქალების გაძლიერების მიმართულებით, რა გაგვიკეთებია. ასევე წარმოვაჩინეთ ქალები, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობენ და როგორ იცავენ იმ ტერიტორიებს. ესეც გარკვეულწილად წარმოჩენა და მისაბაძი არის სხვა ქალებისთვისაც, მაგალითად, რომლებიც ტოვებენ ახალგაზრდები განსაკუთრებით სოფლებს და იქ განვითარების პერსპექტივებს ვერ ხედავენ. და ამ გაზეთში ახლა უკვე მომდევნო ნომრიდან და სულ ჯამში 6 ნომერს გამოუშვებ და იქნება სალიანი ტირაჟით. პირველ ეტაპზე და იმედი მაქვს რომ გაგრძელდება და აქ უკვე იქნებიან ძირითადი ავტორები, ჩვენი პროექტის მონაწილე გოგონები, ქალები, რომლებიც თვითონ თავადვე აკვირდებიან და ხედავენ რა ხდება მათ თემში, ვის რა პოტენციალი აქვს, თუნდაც ლიდერობის თვალსაზრისით ქალებს და ამ ქალების წარმოჩენება და გაცნობა გვინდა საზოგადოებისთვის. კი ბატონო, რამდენი ხნიარი არის პროექტი და თუ იყო დაინტერესება ქალების მხრიდან აი მათი შერჩევა როგორ მოხდა და რამდენად თქვათ ინტერესი? ძირითადად ჩვენ როდესაც ამის შესახებ ინფორმაცია გავავრცელეთ, კი იყო გამოხმაურებები, მაგრამ სოციალურ მედიასთან და მედია მონიტორინგის თვალსაზრისით, როცა იგეგებდნენ, რომ ესეც უნდა გაეკეთებინათ და ამ პროექტში ხო ესეც იყო საჭირო, ამის გამო თავს იკავდნენ. უფრო მეტად ახალი თაობა ჩაერთო ამ ახალ პროექტში და ისინი იმის გარდა, რომ დაესწრებიან გენდერული თანასწორობის საბჭოების სხდომებს
და ამის მონიტორინგსაც გასწევენ, ასევე დააკვირდებიან მედიას, როგორ აშუქებენ ქალთა საკითხებს და ამ 6 თვის განმავლობაში ყოველი თვის ბოლოს ამ გადაცემაში მათ ექნებათ საშუალება, რომ ამ მონიტორინგის შედეგები უთხრან საზოგადოებას, რა მიგნებები აქვს, სად გვაქვს ჩავარდნა, სად პლუსი, სად მინუსი და ასე შემდეგ. ერთგვარი დამკვირვებლები იქნებიან გენდერულ ჭრილში რეგიონში. კი ბატონო, ანუ რატომ გადაწყვეტეთ, რომ მონიტორინგი გაგეწიათ გენდერული თანასწორობის საბჭოებისთვის, აი რა იყო ამას? მოგეხსენებათ, რომ ქართული მედია ჯგუფი წლებია ქალებთან მუშაობს, რომლებიც ცხოვრობენ სოფლებში და მათთან საუბრისას სოფლის კრებებთან დაკავშირებით ვსაუბრობთ ასევე ძალიან ხშირად ხოლმე და არის ასევე მათი დაინტერესება, რომ გარდა ამ სოფლის კრებების კიდევ საით შეგვიძლია ჩვენი ხმა მივიტანოთ, როგორც ქალებმა, მაგალითად ბიუჯეტში რომ გაითვალისწინონ მათი საკითხები, საით შეგვიძლია უფრო მეტად გავშალოთ ის თემები, რაც აქვთ ქალებს, საჭიროებები. და ზუსტად აქედან წამოვიდა იდეა, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოების ხდომებზე მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია. უმრავლესობა მათგანი არის ისეთი, რომელსაც არანაირი შეხება არ ქონია არც ამ საბჭოს წევრებთან, არც თემებთან, რა საკითხები განიხილება და არც საკუთარ უფლებებთან დაკავშირებით რა უფლება აქვს ამ საბჭოს ხდომაზე. ამიტომ ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ერთის მხრივ შეგვესწავლა გასულ წლებში რა გააკეთა ამ გენდერული თანასწორობის საბჭომ 4-ვე მუნიციპალიტეტში შიდა ქართლში, რა საკითხებს განიხილავენ და რამდენად პასუხობს სოფლად მცხოვრები ქალების საჭიროებებს მათ მიერ განხილული და გადაწყვეტილი საკითხები. იმიტომ რომ ჩვენ ქალები, რომლებიც ყავს ამ პროექტში ჩართულები, ამბობენ, რომ აქვთ გარკვეული მონახაზი თუნდაც როგორ გადაწყდეს ესა თუ ის საკითხი, პრობლემა, მაგრამ არ იციან ვის და რანაირად დაუკავშირდნენ გარდა იმისა, რომ განცხადება შეუძლიათ შეიტანონ. ამიტომ მათი სურვილიც იყო, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა გენდერული თანასწორობის საბჭოების ხდომებში, დააკვირდნენ და ასევე მიეწოდონ ინფორმაცია მის წევრებს, სად რა არის გასაკეთებელი. კი, გვეუბნებია, რომ ჩვენ გავდივართ სოფლებში, ვაცნობთ საზოგადოებას, მაგრამ მე პირადად ვერ ნახე, აი ჩვენ სოფლებში, სადაც ჩვენ შევდივართ, იმ სოფლებში ქალები, რომლებიც რაიმე ფორმით მონაწილეობდნენ ამ საბჭოს წევრებთან რაღაც შეხვედრებში ან ინფორმაცია ჰქონოდათ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ისინი იყვნენ ინფორმირებულები და სხვა ქალებსაც შეუწყონ ხელი, რომ ამ გენდერულ თანასწორობის საბჭოებთან გარკვეული ინიციატივები მიიტანონ, საჭიროებებზე ინფორმაცია მიიტანონ და ასე ვთქვათ, იყვნენ აქტიური მოქალაქეები საკუთარ თემში. კი ბატონო, ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი იყო ნინო ჩიფჩიური, გადაცემის მეორე ნაწილში უკვე პროექტის კიდევ ერთი მონაწილე შორენა ბიჭიკაშვილი შემოგვიერთდება. შორენა ბიჭიკაშვილია ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარი, ის არის ამ პროექტში ჟურნალისტი. შორენა, გამარჯობა, რომ გითხრათ რა ეტაპზე არის პროექტი, როგორც ვიცი, ამ ქალებმა უკვე გაიარეს 2 ტრენინგი და რა საკითხებს ეხებოდა ეს ტრენინგი და ასევე ტრენერების შესახებაც რომ გითხრათ. მოგესალმებით, მე ამ პროექტში, როგორც უკვე აღნიშნეთ, ვარ ჟურნალისტი. სანამ უშუალოდ იმ ასე ვთქვათ, ჩემს მოვალეობებზე გადავალ გეტყვით აქტივობების შესახებ, რომელიც პროექტის ფარგლებში უკვე განვახორციელეთ. ეს არის ძირითადი აქტივობა პროექტის მონაწილე ქალებმა და გოგონებმა გაიარეს უკვე 3 ტრენინგი სხვადასხვა თემებზე, რა თქმა უნდა, ეს ეხებოდა გენდერულ საკითხებს, მათ ასე ვთქვათ, გაიარეს გადამზადება, თუ როგორ უნდა დააკვირდნენ, გააკეთონ პროექტის ფარგლებში მონიტორინგი, განახორციელონ შიდა ქართლის 4-ვე მუნიციპალიტეტში ისე თემებზე, როგორც არის გენდერული თანასწორობა, ქალთა პრობლემები, ქალთა საკითხები. გეტყვით, რომ პროექტში მონაწილეობს 8 ქალი, ესენი თითო მუნიციპალიტეტიდან 2 წარმომადგენელია. ტრენერები იყვნენ ელენე რუსეცკი, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, თამარ ბაგრატია და მარიამ თედლიაშვილი. მათ უკვე საზოგადოება ყველა მათგანს იცნობს. გაიარეს გადამზადება, როგორც უკვე აღნიშნე, ახლა არიან უკვე იმ ეტაპზე, რომ დააკვირდებიან ისინი გენდერული საბჭოს ხდომებს და ესწრებიან. აი ეს დააკვირვების ეტაპზე რომ გითხრათ, აი კონკრეტულად როგორ დააკვირდებიან, ანუ რა საკითხებს მესმის რომ გენდერული მიმართულებით, თუმცა რაც შეეხება მედია მონიტორინგს, რა სახის ინფორმაციას დაამონიტორინგებენ, აი ამაზე რომ გითხრათ უფრო მეტი. კი ბატონო, როგორ შუქდება ქალთა საკითხები რეგიონალურ მედიებში? ეს იქნება მხოლოდ ტელევიზია თუ იქნება ბეჭდური მედია? ყველა მედია საშუალება, ვფიქრობ, იმიტომ რომ საინტერესო იქნება, როგორც უკვე აღინიშნა, მხოლოდ ხდება ქალთა პრობლემებზე, მაშინ დაინტერესება სხვადასხვა მედია საშუალებების მხრიდან, როდესაც იგივე ფემიციდის შემთხვევები ხდება რაღაც უარყოფითად. თუმცა ქალთა საჭიროებებზე თითქმის ნაკლებად მახვილდება ყურადღება.
ამიტომ ეს საკითხები არის მნიშვნელოვანი. რამდენად თქვათ მგრძნობი არიან მედია ქალთა პრობლემებზე, ქალთა საკითხებზე, ქალთა საჭიროებებზე, გარდა იმისა, რომ ამას დააკვირდებიან, შემდეგ სხვადასხვა მოამზადებენ სხვადასხვა მასალებს, რომელიც გაზეთში დაიბეჭდება, ასევე ის საკითხები, რომელიც გავაგენდერულ საბჭოს სხდომებზე, ასევე ამ საკითხებზე გაამახვილებენ ყურადღებას, რა საკითხები გადის ზოგადად და ჩვენ გვინდა ზოგადად მივაწოდოთ საზოგადოებას, მოქალაქეებს ინფორმაცია უფრო მეტი რა როლი აქვს გენდერულ საბჭოებს, ასევე რა საკითხები გადის, რა შედეგებზე გავდივართ და ვფიქრობ, რომ ნიშნულოვანი წინგადადგმული ნაბიჯია რეგიონში ამ მიმართულებით. კი ბატონო, ანუ მათ აქამდე არ ქონიათ გამოცდილება ამ კუთხით რომ ემუშავათ, როგორც ვიცი, თუმცა არიან აქტიური ქალები. როგორც პროექტის მონაწილეებმა აღნიშნეს, ისინი ქალთა თემებით იყვნენ ზოგადად დაინტერესებული, თუმცა მათ უმეტეს ნაწილს არ აქვს გამოცდილება და როგორც აღნიშნეს ესეთი კვალიფიციური ტრენერები, როგორც უკვე ჩამოვთვალე, მათ გარკვეული გამოცდილება უკვე მათ მისცეს და ისინი ამ თვეების განმავლობაში დააკვირდებიან რეგიონში მომუშავე მედიას საშუალებებს, ასევე რაც შეეხება თვითონ სატრენინგო კურსს და ამ პროცესს, რამდენად იყო თვითონ როგორ წარიმართა, რამდენად იყვნენ აქტიურად ჩართულები ეს ქალები და თუ გაჟღერდა მათი მხრიდან რაიმე იდეა, როგორი არის მათი შეფასება ამ ტრენინგების შემდეგ? კი ბატონო, მოგეხსენებათ პროექტის მონაწილეები 8 ქალი და ზოგიერთი მათგანი უკვე იყო ჩვენი სხვა პროექტების მონაწილე. მათ აქვთ გარკვეული გამოცდილება ქალთა საკითხებზე და სწორედ ამათ უნდათ უკვე სხვა ეტაპზე გადავიდნენ და ასე ვთქვათ თვითონ გახდნენ ცვლილებების, თვითონ მოახდინონ ცვლილებები, თვითონ დააკვირდნენ ამ პროცესებს, ასე რომ ისინი მზად არიან ახალი გამოწვევის წინაშე, კი ბატონო. მადლობა, შორინა ბიჭიკაშვილი, პროექტის ჟურნალისტი, პასუხობდა ჩვენს კითხვებს. მადლობა თქვენ. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულებულია, როგორც უკვე გითხარით, პროექტის მხარდამჭერია ქალთა ფონდი, გადაცემა მომზადდება თვეში ერთხელ და შემდგომ უკვე გაგაცნობთ თუ როგორ მუშაობს მედიაში და ქართლში, როგორ მუშაობენ გენდერული საბჭოები და სწორედ მონიტორინგის შედეგებს გაგაცნობთ შემდეგ გადაცემებში.